აი აქ დაბრძანდით ქალბატონო მე ავდექი. დაუთმედე. მადლობა შვილო. კი მეკუთვნის ის ამხელა პენსიონერი ქალი ვარ. ომარიკო ჰენ შენი ბარათი და დააფიქსირე მინდი. რა ჩაირთო ეს? აი მე როგორ ჩაირთო ეს? დედა როგორ მესიცხება ამის სიხვა? ფულისტი ესა. აი ეს არის ხალხო პრეზიდენტი, ეს არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ავტობუსში, ძალიან cool რაღაცა ხდება ეხლა აქ, გაუშვეს აპარატებში რაღაცა აუდიო და მე ხლა შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება აქ. აბატონო, ზვიადი იყო, კაცი თუ იყო, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი პრეზიდენტი. მოკლედ მე რუსების იმანა კი ვართ აგერ ჭაობში. აი ეს მელოდია. ხალხო ბიზნესს უდად მოხსენიება როგორ შეიძლება? კაცი ამხელა კველმოქმედი და ის არის აყალა ქვეყანა. კოცალა ბაბოს დაუთმე ადგილი თუ. ვიღაცა მაინც დაიწყო ქებადი. რა ქვეყანა აყალა ქალბატონო? სოციალური ბარათი გადაიხადეთ მგზავრობის ფული. არ დამენახა მაინც. აი ეს არის მე ხალხო ხვდებით, ადამიანი ყავთ კერპად ქცეული, ხო? როგორ შეიძლება ან რომელ ქრისტიანობაში ჯდება ადამიანის გაკერპება, ჯერ იყო და ის შუახნის ქალები მას დაძდებდნენ მიშა, ეხლა ეს არის და ბიძინა, ეს ხო არის უდიდესი პრობლემა, რომელიც მე ილექება საზოგადოების ცნობიერებაში, ხო? მაქსიმალურად გაგიმარჯვოთ, ქალბატონო. ეგ ავანტყოფობა არის უკვე. დაასისხლიანეთ, დაასახით შესაძლებელი ხალხი და ციხეში გაუშვეთ, წლობით. ოჰო, ევროპელები, ნაციონალების დაფინანსებულია ეს ყველაფერი. გააღეთ რა კარები უნდა ჩავიდე. არა მაქვს მე ამათთან ლაპარაკის თავი. ვერ ვილაპარაკებ. ჩაბრძანდით ქალბატონო და ნუ ვილაპარაკებ. ხელზე არ დაგადგეთ პენსიაზე მომატებული 15 ლარი. თეთრ გვეშველებ. მაგრამ უნდა გვეშველოს კაცო, როგორ არ გვეშველებ. ეს ფული შეგროვებას რომ შემომაჩერჩეს რა. ადი, მიდი, ნელა მანდ ჩამომტრეული კიბია იმდეჯერ დამამტრია რა ვიცი. მოდი გოგო, მოდი რაღაც არ ჩაგერ მზევინარი და მე ამათ ზემოთ და მოვრჩებით. უი გოგოებო, თქვენ ხარ, რა ხდება ხომ მშვიდობა? მშვიდობა მზევინარ, გოგო, ცოცხლას ვაგროვებთ, რომ ეს სენსორიანი განათებები დავაყენოთ ამ ჩვენ სადარბაზოში ეს ყველა სართულზე და აღარ დავიმტრეთ იმ მესამე სართული ჩამომტრეულ კიბეზე. ხო. რა ვიცი ხლა, მე მან დაწავქცეულ ვარ. არის რა პრობლემაა, დავდებ საფულეს, ხო, აი. ერთი წუთი. აი, მიმაწერით მანდ. ხო. თქვენი ციტაბა. დედა ეს კიბეებზე სიარული არის ჯოჯოხეთი ჩემთვის, რა გოგო მე ხო ბარძახში. რკინა მაქვს ჩადგმული და ის სულს მიმწარებს. გოგო, ჩხიკვეშვილებს რო არ დავადებინოთ, აი, თან არის გასაცოდავებული კაცის ხელში. რა არ დავადებინოთ, გოგო, მაგისი რობოკოპი კმარი დაურეკავენ თუ არა, დილა, შუადღია თუ შუაღამე, თავკუთ მოგლეჯილი კარბის. იმდეჯერ ჩაურბენია ხოლმე ჩაბნელებულ კორპუსში. ისი ალალია რომ დაიმტრეს იმ მესამე სართულის ჩამომტრეულ კიბეზე მცირედაში. ხო, გოგოებო, გამარჯობა. თუ დროს ხარ მოვედი? არა, მითხარით, გისმენთ. 20 ლარს ვაგროვებთ განათებებისთვის. ხო და რავი, შენ თუ არა შექმარს იქნება ქონდეს არის სახლში? არა, დასარბევად არის წასული. რა ნანა ჩემო კარგო ვერ გავიგე. დასალევად არის წასული. საღამოზე შემოგაწვდი რა ამარეხი. დედა ნანა რა დღეშია მე არ ვიცი და მოკლედ ჩავედი ახლა მე ჩავხედო ჩემებს. ხო და ჩაგაბარე ფული იცოდე. ხო, წავედი. კი, ფული ჩემთან არის 380 ლარი. აი მე დედა. რა მოხდა, გოგო? დედა ეს კიპი არის სასწრაფოდ მისახედი რა. თიკლაკით გადმოჯექით რა. ნახეთ რა გავაძრე. მილკას ბორდ გეიმია. აუ, ბოლოს შევითამაში ბორდ გეიმი, უეცარი ბედნიერება მეცვია. მაგ დღეს გავდეთ მე და ბაჭი შეყვარებულები. აუ, ძალიან გთხოვ რა, შენ მაგის გარეშე პანტაფონით გქავ და შეყვარებულები, ჩვენ მეკითხოთ თორე. ძიმეთემებს ნუ შევეხებით. იქნება მის მერე მაინც გავიჩინოთ. ვისი ჩვენ თქვენ მანდ? ცოტა ჭკვიანად. აუ, თქვენ იხატავეთ და მე საკუთარი თავის დაფასება ვისწავლე. ხო, ისე ისწავლე, რომ თავის ქრაში სადარბაზოსთან შემთხვევით წაიქცა, როცა ის ბიჭი კიბეებზე ჩამოდიოდა და შემთხვევით გამოილაპარაკა. რა ბორდ გეიმია ეს? როდა თითოეული ტკბილეულის უკან არის ნახატი, აი აქ. რომელიც უნდა აღვხნოთ უსიტყვოდ და მე გამოვიცნოთ. ინგა ხო არ ითამაშებ? არა ვკითხულობ მე ამ ძალია. თუ არ დავადგინე მე ეს კალი ვინაიდან დაწარსულია, გამორიცხულია ამ წეს მოვშოთ. კაი მე დავიწყებ მომიცი. მიუხვდი. ой, крастишна. მოიც ოქროშვილის ფოტო ამოგივიდა? მილკაში რა უნდა ოქროშვილის ფოტოს?
მოიცა მივხვდი, ძროხა, მილკა ძროხა. სწორია, ეხლა შენახსენით ეგ. მოიცა. გავიგე. ესე იგი. მიდით ახლა. რასაკეთებს? ძილი, საწოლი. ხო, საწოლი. აუ, საწოლზე გამახსენდა. ისეთი ჭარი მაგ შოკოლადები თავისით შეიჭმევა. თურმე? მარი, კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ. მარი! აი, გამარჯობა თქვენი. ესე იგი, კუჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე რომ გვირჩიოთ. კუჭის მოქმედება, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი, ახლა მომწესრიგებელი ექიმა იმასაკა. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღრათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ, რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი. იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა 3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა, სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსებული არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა ინგა გოგოსავით ხარ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის. შენები როგორ არიან, მამა როგორ არის? რა ვიცი, მამა ჩემი დიალეზია. რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. ანასტასია, ჩემო თახში ჩანჩქერი ჩამოდის. რა ჩანჩქერი ჩამოდის? შენ კიდე რამე სოკო ხარ შეჭამი? არა, ჭერიდან ჩამოდის ჩემო თახში წყალი ორგან. მიხედავები, და იცი ინგას დაურეკა უცბად, მიდი მანამდე დაბლა დაუდგი რამე. მე რა დაუდგა? აუ, ინგა გიხოცები დროზე გამოდი და სახში. ამბალიკოს თახში კიდე წყალი ჩამოუშვა ზედამეზობელმა. აუ, კედლის გემოქონდა. საჩამოუშვეს წყალი, გავგიჟდები და ეგ იქნებოდა. ფაინე, სულ მომისპო ჭერი და კედელი შეხედე რა. ლია გეხოცები, მიდი, ადი დაუკაკუნე, ზემოთ გადაკეტონ კაცო წყალი. ფაინე, სულ დაობ. დი კლასელებს დავპატიჟებ. რა კლასელებს დაპატიჟებ, ომარიკო? საფანაოდ. აი, ხო გეუბნეოდი, რომ დააზღვიე მეთქი სახლი, რო არ დამიჭერე. შეწყდა მე მგონი. რა ვიცი, მე მეგონა რომ ახლა ჩამოუშვდნენ ახლა მე ჯერ წყალს. სადაც 11 ჯერ ჩამოუშვეს, მე-12 ეტატო გაუჭირდებოდა. ხო, სულ დაგვეტბორა სახლი, ხო. ომარიკოს ოთახი იყო როგორც აბანო. არა, არ მქონდა გოგო დაზღვევა და გავაკეთებ ანასტასიამ კითხვა. ვაკეთებ უკვე. ნიტა ხამდეც გვიქნა. საქართველოს ბანკის მობილ ბანკიდან აზღვევ პირდაპირ. ქონების დაზღვევა ქვია და აქედან მიხდი მე თანხასაც. ძალიან გამარტივებულია ყველაფერი, რაც აპლიკაცია განახლდა. ხო, მანდ ნაკეთებს ზუსტად. რა? პროდუქტების აქტივაციას საჩუქრებია ანასტასია. შეიძლება 10,000 ლარი მოიგო გოგონა და ეგ მომაგებინა და გაგიყოფდი ეგრევე შუაზე. ხო, შენზე უკეთეს ვის გავუყოფ ახლა ვერ გავიგე. ხო. კიდე ჩამოდის წყალი, ჩხრიალის ხმა ისმის. ბაინე ხარ ნამდვილად გავგიჟდები რა. დაასვე გოგო შენ კიდე დროულად რა. მოიტანე მიდი ტაშტები მიშვენე. ძალიან ნერვი ვიყო, შემდეგი მე ვარ. კაი დამშვიდი ახლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ, რაც რაზე კი არა. აუ, ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ლამს რო ჩააგდე ხელებში იმეკთანს. ვრიებს ხსენებ შენ კიდე. რო არ მიყვანი იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკვა, მოგძანდით. აუ. მიდი. და იგარ თუ გასაუბრებას თავი უნდა გავიგუდო. გამარჯობა, დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ?
გახლავარ. ძალიან კარგი. თეკლი ჩვენ ნახეთ თქვენი CV ფურცელი რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით. რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკნება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს სასტუმრო და ხომ მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკნება ხოლმე. ნება. კარგით ეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად გძანდებოდეთ. რაღაცი მოდის ლევან. დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გოგო ხარ მოგიწია? არა, ძალიან საყვარელი ქალი იყო და გიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთეს ვის ნახავენ ხა და არა, შენზე უკეთესი უნდა იყოს, მიღადავები. ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარეკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მანქანას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს. ყავარონთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თეკლე სისხლი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარი ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ცნობები კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაობ? ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, please რა ეს ერთი წადოთ. კაი, ხო, წადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მეზარება შენ მოიდუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტები ხარ თიკლა. მარი, კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ. მარი! აი, გამარჯობა თქვენი. ესე იგი კოჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე გვირჩიოთ. კუჭის მოქმედება, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი, ახლა მომწესრიგებელი ექიმა იმასაკ. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღარათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ. რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი. იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა. მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა-3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა, სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსებული არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა ინგა გოგოსავით ხარ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო, რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის. მშვენები როგორ არიან, მამა როგორ არის? რა ვიცი, მამა ჩემი დიალეზია. რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. გულითი ცხოვრი და იპოვეგზა. წვების თაზე შენა და ჭირდება. ო, სიმღერა როგორ დავივიწყო? ანასტასია, გინდა კარატესიდეთ ჩაგიტარო? გამეცალისანა მიხილები კიდე შეხრჩენია. იო. აი ამ წამს საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანე, გაიგე? აი მე გაჭედეთ კაცო რა, მე ხადა თავი ნუჩხუბობთ.
აჭება შენი ნაწილი და რა სიმღერაა ეს ამეკვია და კაცო დილიდან ისიც არ მახსოვს სად მოვისმინე კარატეზე მიმიყვან ბილეთებს ასწავლიან და შემოკლასელებიც დადიან თან რა კარატე აიტეხე ხლა ვერ გავიქი გაჩერდიო გონდაც რა ვაიმე ფოტოშოპის ჩემ ბავშვობაში ასწავლე და ჩემი მეზობლის კაცი კარატეს სოფელში ხო იაძიმა ხერხეულიძე ხო ცოლი ყავდა ფოტოშოპის რაღაც ესეთი იაპონური შესახედაობის და იტყუებოდა თურმე მთელი ამდენი წელი რომ ჩემი ცოლი სამურაების თამამავალია რაღაცა ლომიძე აღმოჩნდა მე ბოლოს ეგ ხალე ფოტოშოპის თიკო დადიოდა 3 წელი კარატეზე ბავშვობაში ერთხელ თურმე 16 წლის რო იყო ვიღაცა კაცი აიკიდა ღამე კორპუსებთან სახში როცა მიდიოდა ამაკი ისეთი ლეთი ჩაუტარა რომ დილის კაცი იპოვეს დაგორებული კიბეებზე გამხარი ფოთლები ქონდა მიყრილი ზედო ხო არა თავდაცვა აუცილებელია კაცო გოგოებისთვის კიდე განსაკუთრებით რა ვიცი უკვე ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ მეც მინდა თავდაცვა და მაწარე რა კარატეზე თან სახთან ახლოს არის სკოლისკენ და მე ანასტასიას მოვერევი ხოლმე იო მაგას კიდე ერთხელ გააკეთებ და თიკოს ნასწავლს სასიკვდილოებით ჩაგიტარებ გაიგე იო აი ეს უკვე ბოლო წუთი იყო მე დამჭერ შენ დახშეს თუ ხარ გიშველის აუ გამი იო ნუ დაანგრია კაცო სახლი რა ხდება არაფერი ჭკვიანად ტეკლესახის კრემი კაია ცუდი სუნი ხოა დაკ მაჩენე აუ არა მან კანი გამიღიზიან ადრესაში ვაიდ კაი მაშინ ეს არ მინდა გაღზიანება ისედაც არ მაკლია ტეკლეს ნათლია შენი არ არის აბა გვერდზე გაიხედე სად იყურები საჭმელი რო გადამწდებოდა ხომ და ჯერ მაღლა მაყურებინებ და აი ხედე ნათლია შენიაო და ეგრე ვარ მინჩეული ნათლი მოვალოცში უკაცრავად ამურიდა რომელს მირჩევთ ეს მწვანე მქონდა ძალიან მომწონდა მაგრამ ეს ლურჯი აქვს ჩემ მეგობარს და ძალიან კმაყოფილი ამითაც ფასები 2-1 აქვს და რავი რომელი უფრო კარგია თქვენი აზრით იცით მე არ მუშაობ აქ უკაცრავად აუ ნათლია ჩემი არის ტოპ ქალი 50 ლარი მაჯუკა ნათლია ჩემი ნათლების მერე გაქრა ის ცოცხალია თუ არა აუ ხო ეგ ძალიან ტეხავს ეგ სამი რაღაცა არჩიე გოგო ეგენ ისე კაი ძვირიანები კია არა უშავს მერე ბარათით ვიხდი 4 თვეზე გავანაწილებ უპროცენტოდ 0% ისე როგორც ნათლია ჩემის გავლენა ჩემ ცხოვრებაზე უკაცრავად გოგოებო ბოლო თქვენ ხართ ფარმაცევთან რიგში არა მიგზავნით ქალბატონო აუ რა უცნაურია შეიძლება ეს ქალი იყოს ჩემი ნათლია და არ ვიცი აუ მაგას მე გაგირკვე მე მომანდე უკაცრავად ამას ეჭქვით ხომ არ ყიდულობთ მაგალითად თქვენი ნათლულისთვის არა შულო სახსრებისთვის არის გასაგებია და იმ გოგონას ნათლია ხომ ბრძანდებით თქვენ შემთხვევით აუ ძალიან გამისწორდა სირბილს რო ვიწყებთ სულ მინდოდა ვარჯიში დილაობით სად იყურები? რა იყო ვინმე დგას? კი. აუ ეხლა ძალიან გთხოვ რომ არ მეჭხუბო. მართლა სავარჯიშოდ კი არ ჩამომიყვანი ხარ. იქ მეზობები ჭირო დგას ხედავ. ჩემი ქრაში და რამდენჯერმე ჩაურბინოთ რა გთხოვ. ეხლა შენ ჩაგირიბეს მთელი ცხოვრება თვალწინ. მაგის გამო გამაღვიძე დილის 7 საათზე? აუ ძალიან გთხოვ რა. და ჩემი ვალდირება კაცილარი შეგიძლია რომ აღარ მომცე. კაი ხო. მაგრამ იცოდი რომ მაგას 20 ლარის გამო არ ვაკეთებ. კაი წავიდით. აუში. დაიცა კინჩი მაგ ჩავარდილი ბოტაში. ეს ბოტაში ჩამოგივიდა უკვე. არა ფუფსარიას მიწერე გუშინძე და გუშინ უკვე მომიტანა კურიერმა სახში. ანუ არ გავარდინე. არა მაგოგოს ყველაფერი ადგილზე აქვს. ნახე რა მაგარი ნიუ ბალანსებია. პრემიუმ ხარისხის რეპლიკაა. აუ და ფილიალი სადავთ. არა ონლაინ მაღაზია, მაგრამ ძალიან სანდო გოგოა. აუ ჩაიცვი რა დროზე დაგავაუკვენ ბიჭმა ყველაფერი. ეგ არის წავიდით, მაგრამ გეგმა გვაქვს. რა გქონია რომ გეგმის გარეშე გამოვიდოდი? ესე იგი შევნაწახვიდე ჩემზე წინ, გამასწრო. იმ ბიჭს რომ მიუახლოვდები, უკან დამომძახებ, გაიგე? ჩემზე რამეს თუ კითხავ, ძალიან კაი რაღაცები უპასუხე. მე რომ მოგიახლოვდები, თვითონ შემთხვევით წავიქცევი ბარდიულზე და ეგ ბიჭი ამაყენებს, შენ არ მომეკარო. აბა ვიკი წავიდი. მიდი. თეკლა აქეთ ვარ. ჩემი დაქალია. ზოგადად ჩემზე კარგად დარბის, მაგრამ ეხლა კინჩი ჩავარდა ბოტაში და მაგიტო ვეღარ დამეწია. თორე ისე ჩემზე კარგად დარბის. აუ წაიქცა. თეკლა ადექი. თეკლა. თავია დარტყმული. დათიშულია მოდი მომეხმარი.